მელია მინდა ის. მელია გინდათ? რატომ? მინდა მელია. გაქვთ მისი იმედი? სიმართლე, კი, სიმართლის მოყვარულია. მე ასე ვფიქრობ. სიმპათია მელიას. ნიკა მელია? რატომ? 100%. ჯერ ერთი და პატიოსანი კაცია. მეორე და ერის კაცი და უნდა გლეხობა და სოფლის მეურნეობის თანამშრომლობა უნდა. ეს ამიტომა კაი კაცი მაინც. ისი სურვებდით გდანის მაჟორიტარ დეპუტატად? მელია სვიცნობდა ყოფიაშვილს არის. და მაინც, ანუ როგორ ფიქრობთ, ვინ უფრო გაუმკლავდება არსებულ პრობლემებს? მე გითხარით, რომ მელიას ვიცნობ მეთქი და ყოფიაშვილს არის. ძალიან კარგი პიროვნებაა ეს მელია. ვინ არის მელია კაცო? მელიევი და ხალთები არ გვჭირდება ჩვენ. კობიაშვილი? ვინ საქმეს გააკეთებს? გააკეთებენ? დაპირება იციან, აი 2 წელიწადია გზა გადათხარეს, ავტობუსი იქ დადის და მოდიალობს და აქეთ კიდე არ აკეთებენ. ასფალტი ვერ იშოვის ალბათ. ანუ არც კობიაშვილი? იმიტომ რომ ის არის ახლა დეპუტატი. ხო და ის ჯობია. ის ბურთს მაინც გაიტანს. ვისი სურვებდით დეპუტატად? მელიას და ყოფიაშვილს არ შევადრი ერთმანეს. ოროსანი ფეხბურთელები არ გჭირდება ხელისუფლებაში საერთოდ. გორჩავს დავამთავრეთ უკვე. მელიას იმედი გაქვთ? მელია განათლებული კაცი, მე მინდა რომ განათლებული ხალხი მოვიდეს და ქვეყანა მართოს განათლებულად და აგერ ახლა რო შევხედე ლარს გული გამისხდა. ვისაც დოლარზე აქვს ლარი ვალები. გაუდადეს იმ ხალხი. მელია. კობიაშვილი. ხალხი ვის უფრო აირჩევს? ვის აირჩევს თქვენი აზრით? აი ამ მთავრობას ხარ აირჩევს. გაუბედურებულია 50 წელიწადი ვიმუშავა, აგერ უნდა და ხანსად წამაგდებენ ხანსად. ვინც ღირსი იქნება და ხალხისთვის სიტყვას ტყვის მაინც ეტყვის იმას მიცემ ხმას. ვინ გინდათ რომ იყოს თქვენი დეპუტატი? კვლევას ვატარებთ. მელია. რატომ მელია? ისი გეშინია. ასე მეშინია, არაფერს არ მეშინი. რატო და იმიტომ სამართლიანი ადამიანია და იმიტომ. კობიაშვილი. კობიაშვილი ოცნება. იმას. მელია თუ კობიაშვილი? მელია. რატომ? ესემინი. ფიქრობთ რომ გაუმკლავდება ყველა არსებულ პრობლემას? ეხლა მაგდერო ვიცოდე, აქ არ ვიცი. მელიას პატი. მე მაინც მელიას ვამჯობინებ, იმიტომ რომ ისეთი ოჯახიდან მოდის და ისეთი მამიშვილი და ისეთი აღზრდილია, მე მგონი გაამართლებს, უფრო ჩამოყალიბდება, უკეთესი გახდება, რაღაც დალაგდება რა, გაიზრდება, თუ რაიმე ნაკლოვანება გამოასწორება. კობიაშვილი ისედაც ფეხბურთის თავისი მიღწევები აქვს ცხოვრებაში და თავისი გზა არჩეული აქვს. მე მგონი მაგას სპორტს უნდა მიხედოს. ივანიშვილიც მაგას პირდებოდა, არც საქმე მოგაკლეთ დასასმერსავენ და რა გავიკეთა. აი ვეხოწებით 8 საათზე რო გავშალოთ არ მაშლევინებენ. მე მელიას მეწევდი. რატომ მელიას? რა ვიცი. ვინ რა გააკეთა, ეგ მელიამ გაგვიკეთოს. რა კობიაშვილი, ვის კობიაშვილი, თუ ძმა ახლა და თუ არა რა კობიაშვილი, ოცნებას არა. აი მე არ ვიცი. კობიაშვილი რა თქმა უნდა. მელიას. რატომ? იმიტომ რომ ის უფრო მოწონს. მე კობიაშვილს არ მიცემ ხმას. რატომ? აი იმიტომ რომ არ ვარ გა. არ გაამართლა თქვენი იმედი? არ გაამართლა. არ გაამართლა. რა სიტყვით მელიაზე? მელიაზე კი თავიდან რაც ვიცნობ, მაგი საქართველოს უყვარს და ეხმარება ღარიბ ხალხს. აი მაგას ვიტყუდებო. აი იქ რომ მივიდიოდი ხოლმე მერიაში, სულ ყოველთვის მეხმარებოდა. და ძალიან უყვარდა ქართველები და ძალიან საქართველოს. ნუ მე უფრო ატივს ვცემ. მომხრე ვარ მელიას, ნიკას. და რატო? იმიტომ რომ უფრო აი ახალგაზრდა გონია ისეთია, რაც უნდა იყოს მასობრივად ახალგაზრდობა.